სამთავრობო პროგრამები, რეგიონებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო გეგმები აფხაზეთიდან დროებით დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან დაკავშირებით. ამ თემებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ლევან მგალობლიშვილმა ისაუბრა აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სამინისტროების მიერ დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის ეფექტური მუშაობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს დევნილების საჭიროებისთვის გამჭვირვალედ და მიზნობრივად. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. ადამიანებზე ზრუნვა და ნდობის ჩამოყალიბება კი საერთო მომავლის საფუძველია. დღეს მე წარვდექი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, მათ გავაცანი 2024 წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ასევე გავაცანით მათ მომავალი გეგმები 2025 წელს გათვალისწინებული. ვიმსჯელეთ დევნილთა საჭიროებებზე და როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობის, ასევე ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობის საჭიროებებზე და ძალიან მალე ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად შეუდგებით საქართველოს მშენებლობას. ჩვენმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში, სადაც ყურადღება გამახვილდა მუშაობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე. ჩვენ აქტიურად მუშაობთ მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. გაკეთდა ძალიან ბევრი, მაგრამ ყოველთვის არსებობს პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული.